მოგესალმებით მეგობრებო, მოდით გავიგოთ დღეს თუ რა დაფარული მოვლენა გიახლოვდებათ შემდეგ თვეს. ყურადღებით უსმინეთ გაშლას რა ინფორმაციას რეზონირდება მიიღეთ, რაც არა გაუშვით და ჩვენ კი დავიწყეთ ამასობაში გაშლა. რა დაფარული მოვლენა მოდის შემდეგ თვეს თქვენს რეალობაში. კონკრეტული შეჩერებული სიტუაციები, რომლისგანაც გაცლა ვერ ხდებოდა თქვენი მხრიდან, აი შემდეგ თვეს დგება სწორად ის მოცემულობა, როდესაც თქვენივე ხელით შექმნით ისეთ მდგომარეობას და მოცემულობებს, ეს იქნება რაღაცა მაგიური, ჩადოსნური თითქოს და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მოცემულობა, რაც გაიძულებთ, რომ დატოვოთ აი ეს შეჩერებული მდგომარეობა, ხო? ეს იყო დაპაუზებული უმოქმედობა. რას ვეხებით უფრო კონკრეტულად მოდი გავიგოთ. კვერთხების მეფე, რვიანების პენტაკლები. ეს იყო ფინანსური და ასევე პირადი ურთიერთობის მიმართულებით დაპაუზებული მდგომარეობა. ამას უფრო ზუსტად ამოვიღებ ახლა, რა იგულისხმება აქ. თქვენ თუმცა ახლა ძალიან კარგად ხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ მეც მინდა რომ მივხვდე. გავიქო, რა სიტუაციას ვეხებით აქ. თქვენს რეალობაში ღალატს ჰქონდა ადგილი პარტნიორული ურთიერთობებიდან, რამაც ძალიან დიდი უნდობლობა გამოიწვია თქვენში. თქვენ გიჭირთ ადამიანების ნდობა, ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც თქვენს რეალობაში შემოდის, ხართ ეჭვის თვალით განწყობილი, ეჭვით უყურებთ, ყოღმანობთ, აი ეს თუ ის, რაღაცნაირად არჩევანს ვერასოდეს აკეთებთ თითქოს და აი ეს სიტუაცია სრულდება ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ გადადიხართ პენტაკლების დედოფლის ენერგიებში. რა არის ეს? ეს არის თავდაჯერებულობა, როდესაც ადამიანი თვითკმარია და სრულიად აკმაყოფილებს მას თავისი რეალობა. ეს არის ასევე ფინანსური კუთხით, ისევე როგორც პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით, თუმცა პირად ურთიერთობებს ახლა დავასუსტებ, რას ვახებით აქ. თქვენ მაინც გაქვთ იმედი იმისა, რომ აი დასტაზე მესიჯი ანახეთ, რომ ახალი ადამიანი გამოჩნდება თქვენს რეალობაში, ან უკვე არსებული ადამიანი, პარტნიორი წარსულიდან, რომელიც საკმაოდ ისეთი ფლირტის მოყვარული ზედაპირული ურთიერთობით, თითქოს და გააზრებულად შეიძლება ეთკინა გული თქვენთვის, მაგრამ თქვენ აი ამ მომენტებმა უცნაურია, მაგრამ უფრო მეტად მიგიჯაჭვათ, ვიდრე ამ დროს განზიდვა უნდა მომხდარიყო, მაგრამ თქვენ პირიქით ასეთ ადამიანს მიეჯაჭვით. შეიძლება ეს არის, მაგრამ შეიძლება ახალი პარტნიორი შემოდიოდეს თქვენს რეალობაში, იმიტომ რომ პარალელურად რვიანების კვერთხებიც მოვიდა მესიჯის სახით. რა სახის ამბავს ვეხებით, რა ამბავი უნდა მოვიდეს თქვენთან? როდესაც თქვენი შრომა გეგონათ ფუჭად ჩავლილი და თითქოს და წყალში ჩაიყარა ეს ყველაფერი, თქვენ აი ამის შედეგებს დაინახავთ, ჩემო კარგებო, თქვენი შრომის შედეგები აუცილებლად დაიდება, დაფასდება, როგორც ფინანსური კეთილდღეობა, ეს არის მატერიალური კეთილდღეობა, შემოსავალი ფულის სახით. ეხლა შეიძლება ვერც კი ხვდებოდეთ რა გელით, იმიტომ რომ ეს თვითონ დაფარული მოვლენა არის, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად მოხდება ამისი გააზრება. კი ბატონო, აი პენტაკლების დედოფალი მეორე დატრიალდა გაშლაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ პენტაკლების დედოფლები, რაც შეეხება მამაკაცებს, რომლებიც მიყურებთ თქვენს ანალოგიურად ენერგიების სახით, სწორედ ასეთი ენერგიებით ხართ წარმოდგენილი. თუმცა ამჯერად შეიძლება გეშინოდეთ მოქმედება, ფეხზე წამოდგომა, ახალი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ აი შემდეგ თვეს, როდესაც ეს კონკრეტული მოვლენა შემოვა, აუცილებლად მოხდება თქვენ ცნობიერის ძალიან კარგად გახსნა. აქ მოვიდა იმპერატორი, ას ნიშნავს, ხო? აი შემდეგ თვეს თქვენ გადადიხართ იმპერატორის ენერგიებში. ეს არის უფრო აი წამყვანი პოზიციებით, უშიშარი მებრძოლი, ცოტა კონტროლის მოყვარული ადამიანიც, რომელსაც თვითონ როგორც სურს მისი ცხოვრება, სწორედ იმ მიმართულებით ან ვითარებს ყოველივე მოვლენას თუ მოცემულობას, რაც კი დგას მის წინაშე, როგორც მას სურს, ისე უნდა იყოს თუ ისე არ იქნება, მაშინ უკვე მისთვის მისაღები აღარ არის და თქვენ მოგიცემთ ამის საშუალება, რომ თქვენ იყოთ მეეტლის ენერგიებში. თქვენ როგორც გინდა თქვენი ცხოვრება, სწორედ ისე განვითარდეს.
აქ წარსული ტრაუმაც იკვეთება პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით, ძალიან გათკინისკული თავისი ზერელა დამოკიდებულებით, რაღაცნაირად არასერიოზულობა მოდის, იმიტომ რომ თქვენთან ერთად პარალელურად სხვა ადამიანების მიმართულებითაც ფლირტი საკმაოდ უხვად იყო ამ ადამიანის მიმართ, რამაც თქვენ მენტალური პრობლემები გაგიმძაფრათ და ეს რეალიზდა როგორც მენტალზე ასახული პრობლემა. თუმცა ერთი კარგი დაფიქრება ღირს ნამდვილად, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება მოცემულობებს როგორც ვხედავდეთ, ისე ნამდვილად არ იყოს და რეალური სურათი საერთოდ სხვა იყოს, ხო? თქვენ რეალურად თქვენი ნეგატიური ფიქრები ძალიან გმართავენ, ეს არის შიშები, ეს არის მენტალზე პრობლემები, რომელსაც სჭირდება აუცილებლად დამუშავება. იცით რა, შეიძლება საჭიროა რომ დაჯდეთ და გადახედოთ თქვენს გავლილ ცხოვრებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს, მაგრამ აი ამ გადახედვის მომენტში ძალიან ძნელია საღიაზრის წარმოშობა, როდესაც ადამიანი არის ამ დონეზე დეპრესიულ მდგომარეობაში, ის არის უიმედობა, ამაოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის ნამდვილად გაბრმავებთ და გაცილებთ რეალურად საღიაზრის წარმოშობისგან, ხო, თქვენს ცნობიერში. აი ეს ბლოკავს თქვენს სამომავლო პერსპექტივებს და ასევე ახალი ურთიერთობების დადგომას თქვენს რეალობაში, აი ეს თქვენი შიშები, პროტესტები და წარსული ცუდი გამოცდილება ნამდვილად ნეგატიურად მოქმედებს, აი აქ. რაც შეეხება თქვენი მხრიდან გაღებულ წვლილს ადამიანის მიმართ, თქვენ ხართ საკმაოდ სამართლიანი და თქვენ სამართლიანად დაიმსახურებთ იმ სიტუაციას, რომ რას თქვენ გაეცით კონკრეტული არასწორი ადამიანის მიმართულებით, ეს ყველაფერი დაგიფასდებათ და დაგიბრუნდებათ, მაგრამ რა სახით დაგიბრუნდებათ? ნამდვილად თქვენ დაგტოვებთ თქვენი ნეგატიური ფიქრები, პროტესტები, ეს არის ასევე მენტალზე პრობლემები, როგორც გითხარით. და შემოდის კონკრეტული მოვლენა ბუმერანგის სახით, რომელიც უნდა დაბრუნდეს თქვენს რეალობაში, ის იქნება ასე ვთქვათ საჩუქარი, დასრულდება თქვენი უმოქმედობა, არაჩვეულებრივია და ურთიერთობები იწყებს დასტაბილურებას აუცილებლად. აქ თუ პრობლემა არის ოჯახის წევრების მიმართულებით, ურთიერთობები აუცილებლად უნდა გადავიდეს ჰარმონიულ ნოტაზე და თქვენ მოგეცემათ ამისი შანსები, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ ხართ სამართლიანი და თქვენ ასე ვთქვათ, გეკუთვნით ის, რომ თქვენს გარშემო ურთიერთობები იყოს ჰარმონიულ ნოტაზე. ასევე სრულდება გაუთავებელი ტყუილები ადამიანების მხრიდან თქვენი მიმართულებით, ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება რის შემდეგ, როდესაც თქვენ დაბრუნდებით თქვენს ფუძეში, ეს არის ოჯახური ურთიერთობები, რაც წეღან დაგიდასტურეთ, თქვენ უნდა დაბრუნდეთ და ერთობლივი ძალებით უნდა შეუდგეთ თქვენი მიზნებისკენ სწრაფვას და აუცილებლად ეს თქვენი მიზნები საბოლოო ჯამში იქნება დაფასებული და რეალიზებული, სწორედ ისე, როგორც თქვენ გინდათ. შეიძლება საბრძოლო განწყობაც კი გქონდეთ ახლა რაღაცნაირად ყველაფრისთვის მზად ხართ, აი უთითქოს აღარაფერი აღარ გაკვირვებთ, მაგრამ აი უფრო მეტად საჭიროა ნახეთ აი ეს ცეცხლოვანი ენერგიების გადაყვანა მიწის ენერგიებში, ხო? ეს არის უკვე სტაბილური, უემოციო, უნდა გახდეთ უემოციო ადამიანი და უნდა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იზრუნოთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, ხო? აი ნელ-ნელა საფუძველი უნდა ჩაუყაროთ რაღაც ახლის დასაწყის, არა თუ ეს მოჭიმული და ცოტა ესეთი თინეიჯერული ენერგიები, რომლებიც ცოტა სისხლის დუღილის მომენტებს გვაგონებს ხოლმე, ხო? აი ეხლავე გადაუვარდებით ვიღაცას და მეტიც არ გვინდა რომ რაღაც ზედმეტი მიქაროს ვიღაც აი ეს უკვე თქვენთვის ამ ეტაპზე არ არის შესაფერისი, მოგიწოდებთ სამყარო რომ გადადით მიწის ენერგიებში, ეს იქნება უფრო სტაბილური, როდესაც თქვენ თელს თქვენ ენერგიას დააბანდებთ თქვენი სამომავლო მიზნისკენ და ეს მიზანი საბოლოო ჯამში რეალიზდება თქვენს რეალობაში და ეს მოდის ოჯახის მხრიდან დახმარების გაწევის შემდეგ, ასე რომ ჩემო კარგებო დაასტაბილუროთ ურთიერთობები ოჯახში და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. თუმცაღა, ეხლა რა შეესაქმე, თუმცაღა ოჯახური ურთიერთობების დასტაბილურება არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვიღაცას უფლება უნდა მისცეთ, რომ თქვენი საზღვრები ჩვეულ რეჟიმში გადმოლახოს ხოლმე ძალიან უხეშად, თქვენ უნდა ჩაიკეტოთ, თქვენი ემოციები უნდა ჩაკეტოთ აუცილებლად იმისთვის, რომ ფინანსური ენერგიები დასტაბილურდეს. აუცილებელი არ არის ყველანაირი ინფორმაციის გაზიარება ყველასთვის, თქვენი საზღვრები უნდა იყოს მკაფიოდ დაცული, ჰარმონიული ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს აზიარებს და ყველაფერს
დეტალურად ანგარიშის სწორების სახით ჩავაბარებთ ხოლმე საბოლოო ჯამში და იცავით თქვენი საზღვრები ინფორმაციულ დონეზეც კი, შეეცდებით რომ გაუზიაროთ ყველაფერი. არაჩვეულებრივია. რა ენერგიებში გადახვალთ მომავალ თვეში ძალიან საინტერესოა. ეს არის თვითკმარი ენერგიები, თვითკმარი მდგომარეობა, უკაცრავად ენერგიები კი არ არის, ეს არის უკვე რეალობაში გადმოსული მდგომარეობა. როდესაც თქვენ ყველაფერი ის გაქვთ, რაც გინდათ, გჭირდებათ და უბრალოდ სურვილის დონეზე ისურვებით, ეს ყველაფერი სამყაროსგან მოგიცემათ აუცილებლად. რა მოცემულობები შემოდის კიდევ? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ ფინანსური რეგრესის მოცემულობამ დაგანახათ ის ყველაფერი, რაც უნდა დაგენახათ. თუმცა თავიდან გამოჩნდა, რომ საბოლოოდ არ გაქვთ სიღრმისეულ დონეზე გაანალიზებული, მაგრამ როგორც ასეთი დანახვის დონეზე დაინახეთ, რომ როდესაც პრობლემის წინაშე დადგებით, დასახმარებლად ნამდვილად არავინ არ მოვა და თქვენ ხართ თქვენი თავის ბატონ პატრონი ამ შემთხვევაში, თქვენს ხელშია თქვენი თავის კეთილდღეობა, ხო? ნახეთ? პირდაპირ ფინანსური ენერგიები. თქვენს ხელშია ეს ყველაფერი. ეს არის თასების ტყუზი, რეალურად თქვენ ფინანსური რეგრესის მდგომარეობამ დაგანახათ ვინ არის, ვინ რა არის და ასევე ისწავლეთ თქვენ საკუთარი თავის ფასი, ხო? თქვენ ეს ძალიან კარგად ისწავლეთ, გაიაზრეთ სამომავლოდ, რომ თუ კი ოდესმე აღმოჩნდებით ანალოგიურ სიტუაციაში, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თავის იმედი უნდა გქონდეთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენშია გამოსავალი ფინანსური რეგრესიდან გამოსვლისთვის. აი ამ შემთხვევაში ესეთი არაჩვეულებრივი მესიჯები მოდის. პირდაპირ უნდა ამაყობდეთ საკუთარი თავით აქ. კარგი, თქვენ რა უნდა მოიმოქმედოთ აი ამ ყველაფრისთვის, თუ არის რაიმე მოქმედება საჭირო. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო, არანაირი სიზარმასე, აგრესიული ენერგიები უნდა გადადოთ გვერდით, დროებით და ძალიან ესეთი შრომის მოყარეობით უნდა მოეკიდოთ თქვენს აი ამ მიზანს, რასაც ახლა მუშაობთ. ჩემი აზრით ეს არის კეთილდღეობა, როგორც აქაჩვენებს, ასევე რომანტიკული ურთიერთობების მიმართულებით არ დაგავიწყდეთ, რომელსაც არ ყავთ რომანტიკული პარტნიორი, ხო, ჯერჯერობით იზაბელის მაგიური ზეთი, რომლის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია უკვე და სულ 5 თუ 6 ცალი გვაქვს დარჩენილი. აი ამაშია თქვენი პრობლემიდან გამოსავალი. იმიტომ რომ ეს შეიცავს აფრიკულ უიშვიათეს მაგიურ მცენარეებს, რომელიც მოიზიდავს თქვენთვის ახალ 25 წელს რომანტიკულ პარტნიორს, რომელიც იქნება ფინანსურად მყარი, სიუხვით, ბარაქის ენერგიებით წარმოდგენილი და რა თქმა უნდა გულუხით თქვენი მიმართულებით. ხოლო ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი, იზაბელის მაგიური ზეთი გაგიუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ ენერგიებს, მდგომარეობას და რა თქმა უნდა დაასტაბილურებს უფრო თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას. ესეც შეიძლება მესიჯის სახით უნდა მომეწოდებინა, იმიტომ რომ ვიღაცას ეს ძალიან სჭირდება და თქვენს მიერ გაღებული წვლილი ეს იქნება ფინანსური, დროის რესურსი თუ ასე შემდეგ უბრალოდ ენერგიის დონეზე აუცილებლად დაფასდება. არაჩვეულებრივი პროგნოზია ჩემო კარგებო, რაღაცა მესიჯი ამოვიდა ისევ, ხო? ეს ძალიან გააზრებულად უნდა გააკეთოთ. თქვენ გაქვთ ამისი სათანადო ცოდნა უკვე წარსულში, ხო? შესაბამისად, ეს თქვენი ცოდნა უნდა გამოიყენოთ ძალიან გონივრულად. უნდა მოარგოთ სიტუაციებს თქვენში არსებული ცოდნა, ეს გზა თუ არ იმუშავებს, სხვა გზას აუცილებლად იპოვით, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამისი გამოცდილება, სათანადო ცოდნა, გამძლეობა და რა თქმა უნდა мотиваცია. აი ესეთი არაჩვეულებრივი პროგნოზის ფონზე გემშვიდობებით, ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და კომენტარის დატოვება არ დაგავიწყდეთ იმისთვის, რომ დამეხმაროთ, რათა უფრო გავიზარდოთ და ფართომასშტაბიანი აუდიტორია გავხდეთ. მე თქვენი დახმარების იმედი მაქვს იმის ფონზე, რომ მეც რაღაცნაირად გეხმარებით ხოლმე და ეს არის თქვენი მხრიდან მადლიერების დაფიქსირება, დროებით ძალიან საინტერესო. გაშლომდე.